მარტო ერთადერთი სოფლებში ძალიან მაგრავა. მე მგონი აქედან უნდა გადავწერო. ფორვარდი აქეც და ეგ იყო. ერთი ვარდება. თამაშია რა, გავერთოთ. გამაზამაში. არა. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მოკლედ აქ გრძელდება ჩვენი ამბები. მთელი დღის განმავლობაში ძალიან ბევრი ადამიანია მოსული, უამრავი პრიზი გავათამაშეთ, თან ჩელენჯებშიც ერთობიან, მაგრამ აი ეს 4 ადამიანიც აქ ყვილა არ დგას. ბევრი წარდგენა მე მგონი მათ არ ჭირდებათ, მაგრამ მაინც სანამ ფოტო არ მოთხოვა ეხა ვინმე აქ მთელი დღეა დასდევენ. მოკლედ მეა, თეო, ფრედრო და ვასა არიან აქ. 10,000 ლარისო სიბრძვიან. გვექნება ჩელენჯი, დაახლოებით 5 ჩელენჯი გვექნება და საბოლოოდ დააგროვებენ ქულებს და ვისაც ყველაზე მაღალი ქულები ექნება, ის ერთი მოთამაშე მიიღებს 10,000 ლარს. შანსი გაქვთ ყველას. ჯერ ჩათვალეთ, რომ ჯგუფური გვაქვს, ცოტა მსოფლიო ჩემპიონატი ვიმეორებთ. შემდეგ უკვე გავარტნაზე იქნება, ძალიან საინტერესო იქნება, ნებისმიერ შემთხვევაში ნასიამონებები დარჩევით. თუმცა მე იმედი მაქვს, რომ ვასაც ისე დაიღლება, როგორც მე თქვენთან ჩელენჯი, რა ქვია, ესკალატორზე რო ავდიოდით და ხო, ასე შემდეგ. ვეცდები მაქსიმალურად. წარმატებებს გისურვებთ 4-ვეს და აბა თქვენიც რა. ხო ხართ ისე მზად? შემართება გვაქვს, მზად ვარ. ნერვიულობით ყველა ნერვიულობთ. მაშა ასე პირველი ტური. რენდომ კითხვები. პირველ ტურში მონაწილეებს შემთხვევითი კითხვები ელოდებათ. თითოეულმა მათგანმა ჯამში 5 კითხვას უნდა უპასუხოს. ყოველი სწორი პასუხი 5 ქულად ფასდება, ხოლო არასწორი პასუხი 0 ქულა. სწორედ ამ ეტაპზე დაიწყება პირველი ქულების დაგროვება. მოკლედ, კითხვის დასმიდან 30 წამი გექნებათ, რომ დაასრულოთ და გაგვცეთ პასუხი. მაშა ასე ვინ იყო პირველი ქალი, ვინც ნობელის პრემია მიიღო? პირველი ქალი, ვინც ნობელის პრემია მიიღო. ვასე, რატომ იყურე ბოჩოლას თვალების მომასწრებს? მე სპორტულ კითხვას ველოდებოდი და ხო რა, გადაერთე ეხლავე ნობელის პრემიაზე. გვარი არ მახსოვს. სახელიც რო დაწერო, შეიძლება ჩაგითვალოთ, ნახოთ. აი, მე მგონი მზად ვართ, ხო, რომ მოვისპინოთ პასუხები, მოკლედ ვასას არა აქვს ვერსია. არა, რაღაც ვერსია. მაშინ მოდი გითხარი შენი ვერსია. არა, რაღაც გვარი არ ნენსი რაღაც. ნენსი რაღაცა. არა, არ არის? შენ ხო არ გაქვს ვერსია რა? მარია ციური. სერბეთი. თავად? ხო, მერი ქიური, ალბათ იგივე ადამიანები არის საუბარი. მერი. მინდა გითხრათ, რომ 3 სწორი პასუხი გაეცით. მარია, მერი არ არის, მაგრამ გვარი ყველა სწორად ქონათ. ქიური, ციური არ არის, ქიური, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? მაგის არ ჩათვლა არ შეიძლება, იმიტომ რომ მართლა დან არ ვიცი და შენ რაც გეცოდინება რა იქნება წარმოვიდგინე. მაშ ასე, ესე იგი თქვენ დაქვთ 5 ქულა, ვასას აქვს 0 ქულა ამ ეტაპზე, მაგრამ ეხა მეორე კითხვის დრო არის და შანსი გაქვს ვასა ამოქაჩო. შემდეგი, რომელია დედამიწაზე ყველაზე მყარი ბუნებრივი ნივთიერება? რომელია დედამიწაზე ყველაზე მყარი ბუნებრივი ნივთიერება? ყველაზე მყარი? ხო, ნივთიერება, რომელიც არის ბუნებრივი, რომელიც არის მყარი. აუ რა კითხვებია. ძალიან უცნაური. არ ვიცი, პროსტა დავწერე და არ ხო, ანუ დავწერე. მყარი დედამიწაზე, აი რა არის, ხო ესე თქვა, იშვიათი ისინი წარმოიდგინე, რაც მოიპოვება, ძვირფასი რაღაცები რაც მოიპოვება, მაგრამ არის ყველაზე მყარი რომელიც არის. პასუხს თუ ვერ გასცემ, ვასა იცოდი რომ მარტო ერთადერთი არ ხარ, ვინც არის. არ მოდგენა არ მაქვს. აი მაგრამ ანუ არავის არ მაქვს ვერსიები? ვინმე სხვა არ გვაქვს. მე ოფსიდიანი მიწერია. აი, მაინც ოფსიდიანი შენი ვერსია რა არის? ხო არის რაღაც ბრილიანტი, შენი? ოფსიდიანი მიწერია მე. ოფსიდიანი, თქვენ არ გაქვთ, ხო მგონი ვერსია? შენ რა გაქვს? ურანი. სწორად უწერე. ურანი, შენ რა მე გაქვს? არ მაქვს არა. მოკლედ სწორი პასუხი მეგობრებო არის алмასი. ალმასი. алмასი, თუმცა თქვენ განშორსაც არ იყავით. აი, შემდეგი კითხვის დროა, ეხა აქ რახან 0 ქულა გაქვთ ყველას, იგივე რჩება, ყველა 3-ვეს გაქვთ 5 ქულა, ვასაც გარდა. ხო ვიდაწერე. მესამე კითხვა, რომელ ქვეყანას აქვს სოფლიოში ყველაზე გრძელი სანაპირო ზოლი? ყველაზე გრძელი სანაპირო. არ არის. შეიძლება. ხო. რავი, რაღაცა პატარა მინიშნებასავით მოგცეთ თუ რა არის, მაგრამ პირველი ასოციაციაც სავარაუდო რაც თავში მოგივათ, შეიძლება ის არ იყოს. არა, ნუ ეგ თვათ მინიშნებას არა. ეგ მიწერია. ხო, აი ნახოთ, არა, შეიძლება სწორიც არის ახლა პრინციპში ეგ უკვე ჩემი ისინია, მაგრამ არ ვიცი. ანუ მე მაგალითად ეს ქვეყანა რო გავიგე, პირველი არ არის, რომელზეც მახსენდება კურორტი მაგალითად რა. ანუ საბერძნეთი არ არის კიდე. არა, საბერძნეთი. მაშ ასე. საბერძნეთი მიწერია და არ შევცვლი მე. საბერძნეთი გიწერია არ შეცვლი. აი, ძმაო, უცბელი მოთამაშე, ნახდი. შენი პასუხი მეა? კანადა.
კანადა, შენი მე პასუხი. ჩილე მიწერია. ჩილე, ბრაზილია ჩილე, მეწერია. საქართველო. ჩილია, ჩილე. საქართველო, აბა რა, ნახე. ბათუმში ვართ და მინდა გითხრათ, მინდა ხო, აი, ჭკვიანურია. როგორც მინიმუმ აქედან ყველას უყვარხარ ეხა ამის მერე. აი, ესე იგი, ეხლა მე გეტყვით ერთ რამეს, რომ თქვენ 4-დან ერთ-ერთმა სწორი პასუხი ჩილი არის გასცა. სწორი პასუხი. არა, სწორი პასუხი არის კანადა, ყოჩაღმეა, ყოჩაღ, ბრავო, ხალხად ბრავო. ველოდი თუ არა სწორი პასუხი იქნებოდა. მოკლედ 10 ქულა აქვს მეას, 5 ქულა, 5 ქულა და 0 ქულა ვასოს. მოდი ეხა შემდეგი კითხვა, კიდე რიგით უკვე მეოთხე კითხვა არის ეს, ესეც სხვადასხვა გეოგრაფიას ეხება და წყლებს. გამოუშვиш? მაშ ასე, შემდეგი მეოთხე კითხვა რიგით, რომელი ოკეანეა ყველაზე პატარა? ოკეანეებიდან რომელი ოკეანეა ყველაზე პატარა? მე მგონი აქედან უნდა გადავწერო. ხო, მოკლედ უკვე ძალიან დაძაბული ჩელენჯი გვაქვს და ნახოთ შემდეგი ჩელენჯებიც. მეას როგორც მივხვდი, უკვე პასუხი მზადა აქვს, ხო? ვა, საინტერესოა. просто უბრალოდ უწერ. რა ნიშანი ქონდა გეოგრაფიაში? მეც. 10-იანი ქონდა მეას გეოგრაფიაში დიდი მოსწავლე. არის. კაი, მაშინ მოკლედ შეგვიძლია უკვე პასუხები, თუ შენ არ გაგზავნა, კიდე სანამ შენამდე მოვოთ, მოამზადებ. კაი, მოკლედ მე კითხვას გავიმეორებ მაინც ჩვენი მაყურებლებისთვის, ისე მოკლედ, რომელი ოკეანეა ყველაზე პატარა? შენი პასუხი. წყნარი ოკეანე. დიდი არის. პირველი რაც გამახსენე. ყველაზე დიდი მიწერია მე. პატარას მაგალითად ყველაზე დიდი დაწერე? არ ვიცი პატარა შენი? რომელი. ინდოეთის ოკეანე. ოკეი, შენი? ინდოეთის მიწერია მეც. აუ მე არ მაქვს. აი, სწორი პასუხია, ჩრდილო მაგას ყინულოვანი. ვფიქრობდი ამ მე. ორიდან ერთ-ერთი. წავშალ, ინდოეთი იყო ან ჩრდილო. აუ, ძალიან ჩრდილოს ხო და წელი. რატო? დედას ვიცავა. რატო შვიდი? ბოლო კითხვა ამ ჩელენჯში არის მეხუთე კითხვა, რომელიც არის ასეთი. რამდენი ძვალი აქვს ზრდასრულ აუ ეს ადამიანს? სუმოვიწყდება გაროჩე რა. მე მგონი ეს არის, რაც დავწერე. აი სუმოვიწყდება. ახლოს რო ვიყოთ პასუხთან შეიძლება ჩაითვალოთ? იქვე, შორი ახლოს. ანუ ეს მასე არა ქვია, ვინც უფრო ახლოს იქნება, თუ ზუსტად უნდა გამოიცნო. არა, ზუსტად არ იმდენი უნდა თქვა, რამდენიც აქვს. არ რავი, შეიძლება მოიგონო და თქვა, რომ მე ძმაო დათვლილი მაქვს და აი ამდენი მაქვს. აუ, თუ არ იტყვი ვერ შეგედავები მამა. გახსოვთ? არ მახსოვს არა. მე აი ერთი შვიდაჯერ მომისმენი ეკითხა და მე ძალიან ბევრი ვიზებში და სულ არის ხოლმე ეკითხა. გვაქვს ვერსიები ისე? გვაქვს. დენ ძვალი ადამიანი. აი, ვერსიები გვაქვს, ეხლა მთავარი ეს ვერსიები სწორი აღმოჩნდეს. მოგო თითის ეზრულები და მალები და ყველაფერი ხო? კაი, მოკლედ. აბა გავიგოთ ვერსიები, მე კითხვას კიდე გავიმეორებ, რამდენი ძვალი აქვს დასრულ ადამიანს. ერთხელ იქნებ ბოლოს გავარდხა და მოვუსვა. კაი, მოდი შენგან დავიწყოთ, აბა. 206. აუ მე 306 მიწერია და შენ? 306 მიწერია მე. 306 გიწერია? ესე ქონა გაწვი შენ? 305. შენ? მე 154. მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული პასუხები ერთ-ერთი არის სწორი. 206. ხო, და გაგახარებ შენ, რომ სწორი პასუხი შენია. აჭახტე. მოკლედ, ვასა ამოსაგებს. ლებში ძალიან მაგრა. იქნება ხო, ყველაფერი კი ბატონო, მაშინ ესე გვაქვს, მეა, ჩვენი ორი გოგონა უკვე ლიდერობს, ასე რომ მეას და თეოს აქვს 10 ქულა, 5 ქულა და ჯერჯერობით 0 ქულა. კი ბატონო. ეს ჩელენჯი ამითი დასრულებულია, ეხლა შეგვიძლია გადავიდეთ იქითაც ჩელენჯზე, სადაც ფეხბურთთან გვექნება კავშირი. მეორე ტური. გაიტანე გოლი თვალდახუჭულმა. მეორე ტურში მონაწილეებს თვალდახუჭულებს მოუწევთ გოლის გატანა. თითოეულს 3 მცდელობა ექნება: ახლო, საშუალო და შორი დისტანციიდან. ახლო დისტანციიდან გატანილი გოლი 5 ქულად ფასდება. საშუალო დისტანციიდან 10 ქულად, ხოლო შორი დისტანციიდან ზუსტი დარტყმა მონაწილეს 15 ქულას მოუტანს. დავიწყოთ, მოდი ბიჭებმა დაიწყეთ, რომ გოგოებმა უფრო შეხედონ და დაამუღამონ. როდის ხუჭავს თვალს? დარკვამდე რა? აი დახუჭე უკვე. და აუ ვერა. აუ ძელი ხო არ გადაო, ვაიმე, არა და 10 ქულა ბიჭო იქნება. და ვაფშე არ ვიშ. შარტე ხა YouTube ლიგის ფორვარდი ვასაგვიდე. შენ საშუალო და? მიდი იმას აქედან ბარე. ეს შეიძლება მივაგორო. როგორც შენ გინდა, ოღონდ თვალები დახუჭე. მითხარი როდის დავიწყო? მიდი, თვალები დახუჭე. დახუჭე. წავიდა. ეგრე შეიძლება? დაგავარდა ანუ შენ ჩემგან მე ისე გადაწერე. რო იცოდეთ, მაინც უთხარი აქ ხალხს ვინც გვიყურებს. ეგ დაამუღა მე? რომ მე თვალი ეგრე თუ ვაპირებდი, ვახილეთ, მე დედას კომენტარებში დაწეროთ. მე არ დამინახავს და. მე როგორც ფეხბურთელი. თვალს დავხუჭე ხო პლეიუს. აი მე მიდი შეგილია, ეგ არ დავწინოთ ეხა რა. არავინ არ დაგცინებს დამიჯერეთ. ცოტაც და ცოტა არა უშავს. ნახოთ მე ასჯერია. ეხლა შენ რომელ პოზიციას არჩევ? შენ ეს საშუალო არის 10, ხო? ეს არის ცოტაც აკეთდა ეგითო.
არა, აი, უშავს, ესე კიდე იგი, ხო გვაქვს. ყველა არა, თითო დავარტყით, ხო? ოკეი, ეხლა რა კარგია. ხდება? აქედან მხოლოდ ვასამ შეძლო, რომ თვალდახუჭილზე გოლი გაიტანა და შეძლო 10 ქულა გაქვს. 10 ქულა გაუთანაბრდი უკვე. ეხლა ჩვენ შემდეგი ჩელენჯი რო გვექნება, შევაჯამოთ ჩვენი ქულები, სანამ მესამეს დავიწყებთ და მალე ვიზავთ ამას. ეხლა კიდე შეგიძლიათ პოზიცია არჩიოთ. აი რა ისევ შუიდან? შუას ავარჩევ რა ო, ვიცი. ეხლა სადაც ზელს მოვარტყი, ეხლა მეორეჯერ კი უნდა წავიდეს რა. თვალებ გახელი უნდა. აბა ნახოთ. ეგ არის ისევ ზელს მოხდა. ანგა გოლი? ისევ ზელს მოხდა, მაგრამ გოლიც გავიდა. შვენიერი 10 ქულა შენი ზემოდან. მე 15-დან გავუსვა. ყურადღებით 15-დან? ო რა მარტივია. იგივეა, მომენტ პროსტა თოკია რა. ატივია. ახუჭე. აბელი. ანუ როგორ აკეთებს? გავიდა. ვა, გითხარით რა. ბრავო. ანგრიმენი ვასა დაბრუნდა. იმედია დახუჭული ქონა თვალები არ გადამრიო. მეც მასწავლეთ. 15 ქულა ვასას. ოდნავ აქტივში? ნელაში ანუ ესე და მე ჰოპა? თონ ჩქარ, ანუ ზალით რა ცოტა. ეხლა აი თვალები გვირძევა. ღია მაქვს? ხო, ეხლა მაშინ გავიდა. არა ღია. არა, თვალები ეხა გაგღია, მაგრამ უნდა დახუჭო. შეგახსენა პროსტა. მეთქი გაუხარდა რა ცოცხალია თუ რა. კაი, აო. ნუ მოცინებთ. კაი, ზო. კაი. და გავიდა. ეგ არის 15 ქულა. ვა, 15, აი, საღლ თეო. ოჩა. ბრავო. ნახოთ, ახლა 15-ზე წამოიღეს. სწორია. მიდი. აბა შენიც. მე თვალები დავხუჭო. მიდი. სულ ცოტაზე. მარა ყოჩაღები ხარ ძალიან. ეხა მესამე ჯერ ფრედრო ისევ 10 ქულიანს უმიზნებს. არა, 10-იანი არ არის. აი ბოლოში ხარ, კი ბატონო. 15 ქულიანს ისევ უმიზნებს ფრედრო, ნახოთ. ეგ არის. კიდე ძელი, ესე იგი ძელის გარეშე არ. სამივე ფრედროს დარწმუნდა ძელს მოხდა და აქედან 2 გავიდა და 1 მარტო ძელი. ოპიატინო გვეთამაში. 105 ბოდიში. ისევ 15-დან. ისევ 15-იანს, კი ბატონო. მართლა მადლობა. და კიდევ ზუსტი არის ფორვარდი. მაო, გეუნები, ცენტრალური ფორვარდი ფორმაშია. აბა თუ ხა გამიმართლებს კალათბურთის თუ ესი აპირებთ -5-ში? და. აუ, ცოტა მოტრიალებული ხო? აი. კაი, ისე რომ სანამ დაარტყავს, ერთი კაი მხარდარჭერა არ დაჭირდება ჩვენ მონაწილეებს. აეგრე! მაინც არ გავიდა. ჩვენიერი. ეგ არის? აჩა! 15 ქულა. პირველი 15 ქულა მეას. კაი, ეგ არის მეგობრებო, სამ-სამჯერ დაარტყით. ეგ არის. ეხა როგორი სიტუაცია გვაქვს ქულებში? მეას აქვს 25 ქულა, თეონას აქვს 30 ქულა, ფრედროს აქვს 35 ქულა, ვასას აქვს 40 ქულა. ჯერჯერობით აქამდე მხოლოდ ქვეჯგუფის თამაშები იყო ჩათვალეთ, ეხლა უკვე ოლიმპიური სისტემით უნდა გავარდეს ერთი მხოლოდ. შემდეგ ჩელენჯზე კიდე ერთი გავარდება და ბოლოს უკვე რა იქნება ფინალი და როგორი ფინალი იქნება და რას ითამაშებთ, ამას უკვე პატარა სიურპრიზად შემოვინახოთ. მესამე ტური კამათლის გაგორება. მონაწილეებმა კამათლის გაგორებით უნდა დააგროვონ 30 ქულა ან მეტი. გამარჯვებული ის იქნება, ვინც 30 ქულამდე ყველაზე ნაკლებ გაგორებაში მივა. ტურის გამარჯვებული მიიღებს 20 ქულას. მეორე ადგილზე გასული 15 ქულას. მესამე 10 ქულას, ხოლო მეოთხე ადგილზე გასული 5 ქულას. ამ ტურის დასრულების შემდეგ ჯამური შედეგების მიხედვით ყველაზე ნაკლები ქულის მქონე მონაწილე გათამაშებას გამოეთიშება. დავამგონეთ შევხედოთ. აგერ მეა, არ ვიცი, მან რატომ მქონდა, მაგრამ არ ვიგაკვირებ თამაშები. ხო, ნახოთ, რამდენი დაჭდება. შეგილია უკვე. ორი ქულა, კი ბატონო. აბა, ეგა 6. ოჩა. 10 გაგორებაში 30 ქულაზე ავიდა მე ეს. მიდი თეო. აი. ოპა, 6 კაია, ქულა. კაია. მაჟორულ მოტაზე დაასრულდა. ცა?
ორი ქულა გჭირდებოდა, მაგრამ მიიღე 30-ზე მეტი მიხარია. რამ ოჩახ, იმიტომ რომ 7 გაგორება დაგჭირდა იმისათვის რომ ასულიყავი 30-ზე კი არა, ცოტა მეძეც კი ახვედი, ანუ ფაქტობრივად 34-ზე ახვედი, მაგრამ ჩვენი მიზანია 30. ასე რომ კი ბატონო, 10 სლაში დაჭირდა მეას და თეოს 7 სლაში. ვასა შენი ჯერია. კი ბატონო. რაღაც კაი ტაქტიკა კარგი ქონდა. მხარდაჭერა ვასას. ნუ ნახო. აბა რა. შენი. აბა. დავიწყო? დავიდა. ცხრა და ეხლა რაც არ უნდა დასვა ეგ არის. 10 გაგორებაში 30 პლუს. გაუთანავდა მეას. კაია. მეგობრებო, აქ გავარდნაზია უკვე გახსოვთ, ასე რომ ყურადღებით. დავიწყო? კი. ცოტა გადაიგულე. Bravo. 30 9 სლაში ფაქტიურად. ეს იმას ნიშნავს, რომ შენ უკეთესი შედეგი დადე ვიდრე მეამ და ვასამ. კი ბატონო. ყველაზე კაი შედეგი აქ თეოს. კი ბატონო, მოკლედ, ჩვენი 4-ეულიდან 3 ჩელენჯის განმავლობაში ვინა იყო ყველაზე მეტი და ვინა იყო ყველაზე ნაკლები. შეგახსენებთ, რომ თუ ნაკლები აიღე, მაშინ ერთ-ერთი გამოვარდება და 3 გააგრძელებს უკვე -5 მონაწილეობას. მოკლედ, მნიშვნელოვანი მომენტია. ამ ეტაპისთვის ყველაზე მეტი ქულა დააგროვა ვასამ 45 ქულა. მადლობა ფეხბურთს. ფრედრომ დააგროვა 50 ქულა. თეომ დააგროვა 50 ქულა და მეამ სამწუხაროდ დააგროვა 30 ქულა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ თამაშს ეთიშებით, თუმცა არაუშავს გავაგზავნებთ ეს ერთი და სხვა მრავალი. შემდეგ შევაძლოთ. არ მეტევებ მეგობრებო. ძალიან ხოჭაღი ხარ. ასე ამბობ. ასევე. აბა უსუსველი უსუსველი. 1000 ლარი მე ვიგებ. ხალხს მეას მარტო ეს, მეას კარგი ოვაციები რა თქო! მადლობა. აი ასე. კარგი, ეხლა უკვე გვაქვს შემდეგი ჩელენჯი. მეოთხე ტური. ჩააგდე ბურთი კალათში. თითოეულ მონაწილეს 3 სროლის შესაძლებლობა ექნება. ახლო მანძილიდან, საჯარიმო ხაზიდან და სამქულიანის ხაზიდან. ახლო მანძილიდან ჩაგდებული ბურთი 5 ქულად ფასდება. საჯარიმო ხაზიდან 10 ქულად. ხოლო სამქულიანიდან ზუსტი ჩაგდება 15 ქულას მოუტანს მონაწილეს. ამ ტურის დასრულების შემდეგაც ყველაზე ნაკლები ქულის მქონე მონაწილე გათამაშებას გამოეთიშება. აბა, მზად ვარ შემდეგი ჩელენჯისთვის? კი. მეტი ოვაციები? კი. ეხა ფინალური სტადია გვაქვს. ლამის მერე მხოლოდ ერთი ჩელენჯი ჩდება და რბოლა 10000 ლარისთვის გრძელდება. გამარჯვებული აქედან ამ 3-დან მიიღებს 10000 ლარს. ასე რომ, ნამდვილად ღირს თამაში და მოდით ეხა რა ვქნათ. მოკლედ, მე წესებს აგიხსნით და წესები არის ასეთი. პირველი პოზიცია, 5 ქულიანი პოზიცია გახლავთ ეს ადგილი. აი აქედან თუ გაიტანთ და ჩააგდებთ უბრალოდ, მაშინ 5 ქულა თქვენია. თუ გინდათ რომ 10 ქულა იყოს თქვენ ანგარიშზე, მაშინ აქედან უნდა ისროლოთ, საიდანაც საჯარიმოებს ისვრიან, ხოლო პერიმეტრიდან, ანუ 3-იანიდან თუ ჩააგდებთ, ეგრევე 15 ქულა გეკნებათ. არჩევანი თქვენზეა, როგორც იმ ჩელენჯში აქაც 3-3-ით დაგაქვთ, რიგრიგობით 1-ით და მეორეს და მესამე და მესე გაუყვებით. და აი, ამჯერად ვის უნდა რომ ისროლოს პირველმა? თითო-თითოს ვისვით, ხო? თითო-თითოს ვისვით. ვისვით. დავა. კი ბატონო, დაიწყე, მაშინ არჩიო ოღონ ჯერ პოზიცია, ვასაც ცოტა იქით გავიწევთ. 10-იანს ვისვი რა. აი ესე. შვენიერი, ესე იგი 10 ქულიანი. ხო. კი ბატონო. და ხო, სტეფი. არა. ოპა, ჩავარდა. ეგ არ მისვრია, ხო? ჩელენჯს ფარი არ მინდო. აქ არ გვაინტერესებს, ეხა გაუვარდა, არ გაუვარდა, 10 ქულა. შემდეგი ვასა, მოდი. შენ 15-იანი? 3-იანი. რისკავ, ხო იცი? თამაშია რა, გავერთოთ. მიდი, სტეფ კარი. აღვი. ვაიმე. ვაიმე, რაცაც და მედი თეო. ოჩა, მაინც კაინასროლი იყო. კი. შენი ჯერია. მე 5-იანიდან. გაიფიქრე რომ ერთიც და ვერ ჩააგდო და შენ ნაღდქულებზე უფრო ითამაშე, ჩემს თუ ხო, აი აქედან მინდა. აი, 5 ქულიანი. აჰა. აი, ცოტა წამე. აი.
არა ორი ხელი სადაა არა უშავს, მაგრამ ამიცდა. აი ეხლა იგძენით შემდეგზე მაჯა. ეხლა თუ თქვათ ვერ ჩააგდებთ, კარგად გამოიყენეთ რომ დაასკვნათ რატო, როგორ ჯობდა და ასე შემდეგ. მოკლედ, ამ ეტაპზე გვაქვს ესე რომ შენ გაქვს მხოლოდ ფრედრო 10 ქულა, დანარჩენს 0 ქულა აქვს და ეხლა შენიც და ისევ. აბა წავიდა. ვაიმე. მეთქი ეგ არის და შიმიან მთელი საიდუმლო მეთქი, მაგრამ ეგ არაფერი ვასა შენი ჯერია? იყოს ისევ 15. ისევ იქიდან. ამ ყველაფერი ან არაფერი, მიდი. 15 ქულა. ჩავიდა. ვაიმე. ვაიმე. არა და სწორი იყო, კი, პროტესტ სწორად ვიდეო. ძალიან ცოტა. ეს იყო კეიდის როლა მეძლიერი ბაქსთან დაატოვა. სერიაში ბოლო წამს. გამაზამაში. თეო, ერთი ხელი ხაზის თუ მერე დაესწრო, რო მეორე ხელი გაიგო. პროტა გეჭირო. ესე ვის? ოვერტაიმის როლა რა. მიდი. აჯახიმით არა. ხარა და ძალიან ცოტა დაგაგდა. დავა. ჯერჯერობით ყველას 0 ქულა აქვს, ერთის გარდა, ფრედროს გარდა, რომელსაც 10 ქულა აქვს. აბა ფრედრო, მიდი. ისევ 10 ქულიანი. 0. ვაიმე. in and out. ძალიან ცოტა დაგაკვდა შენს რა. ეგრეთ წოდებული ცოტა in and დამაგვა. out. ვასა. უფრო სამართლიანი რო იყოს, მაგიტო ვისვრი რა, გოგონას გადამრევ, ესე იგი. თუმცა თუ ჩააგდე ლიდერი ხარ. ეგეც არის. აი, მაღალი ხარ თორე, გოგო და ბიჭი კი რა შუაში. არი? ფურო. მეგონი ჩასვავს. ხლაჩ. კი. არა. არა. ხუთიანი უნდა რომ ისქნას, რა ქვია. ხო. ხუთიანი თუ ჩაგდე, გახვალ. აი, მოდი უნდა თეო ისროლოს. შენი ჯერია, ეხლა არჩიე, ეხლა ნახე რეალურად რა ხდება შენ და ვასას გაქვთ 0 ქულა. 10 ქულა აქვს. ხუთიანი უნდა ისროლოს. ის გადასულია ჩათვალე. ეხლა შენი ბოლოს და გამოიყენე იმაში, რომ ხუთიანიდან ისევ ჩააგდო ყურადღებით, იმიტომ რომ თუ ჩააგდე, მაშინ შენ და ფრედრო გადადიხართ ფინალში. აბა ყურადღებით, ყურადღებით. ჩააგდებს თუ რა. უეჭველი. თუ ვერ ჩააგდო მე გაგიძლევთ იმას, ხო? არა, ბიჭო. არა უშავს, იმის არა აუცეს, უშავს. ვინ აჯა. ჭირს არ ვიც. თუ ვერ ჩააგდებს, ისევ იქიდან შვიდად უჩქარო, არ ინერვილო და ყველაფერი კარგად იქნება. აუ, ეხლა კიდევ უფრო ახლოს იყო, ვასა. კიდევ უფრო ახლოს იყო. აბა მოდი ისევ იქიდან. აუ, კაროჩე. ბიჭო, ანუ ვასა. არა სწორად ეს შვილი. ისევ შენი ჯერია. ნერვიულობ მე მგონი. დაგანერვიულობ, ხო? ამ დროს არ უნდა გითხრა და 10000 ლარისთვის რო არის. და უბრალოდ ისროლე, თორე წერა აბა. კარგად ვიზროლე. ვაიმე არა. თეოს გული გავს. ბიჭო. რაღაც ჩააგდო, მოდი მე კიდევ. პირიქით გამიყარდა. აი რა გაგიხარდა გოგო, იმაზია, რა ქვია, გადასვლაზია, ეგ მერე. ბრავო! ჩავარდა! გილოცავ, თეო. Yes! გილოცავ ხოჩა. ფრედრო, თეო, ჩვენი ფინალისტები, კარგი ბლომად აპლოდისმენტები ჩვენ ფინალისტებს ამ ორი ადამიანიდან ერთ-ერთი საბოლოო ჩელენჯში, რომელიც მიიღებს 10000 ლარს. ძალიან დიდი მადლობა რომ პირველ რიგში მოხვედი, ძალიან გამიხარდა რომ ნახე და აბა მითხარი ყველაფერი თამაში ეს კამპანიის აი ეს ჩელენჯები როგორ მოგეწონა. პირიქით, შემოილო. მე გამიხარდა რომ შენ დაგინახე. ჩემთან ერთად, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანი, მხოლოდ ესე აი გაკვრებით თუ დაგინახავდი ხოლმე და ძალიან სასიამოვნო. თან ისეა რომ ძირითადად მე დავდივარ შენ ჩელენჯებში და ერთხელ შენს ხო უნდა მოხვდე. კი, ძმო, კიდე ზუსტად ვიცოდი რომ მანდ ვერ მოვიგებდი რა, სადაც შენ. რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იყო, ძალიან გავერთე. რავი, ზოგადად ხალხმა ძალიან ისიამოვნა, მე მგონი ჩვენთან ერთად გულშემატკივრობდნენ, იგებდნენ მონაწილეობას შორიდან და რავი, ძალიან კაი დრო გავატარეთ, საბოლოოდ ამ ძახსაც მადლობა აკომპანიმენტისთვის. კი ბატონო, ცოტა ხანშია შენი რიგი. ამათაც უნდა მონაწილეობა აღარ შემილე. კალათბურთი უნდა 1 საათია იხვეწება. გუნდი აიყვანე და მოდი. დრონია. მადლობა, ვასა ძალიან დიდი და კიდე შევხვდები და ძალიან დამსახურებული გამარჯვებული ყავს გემანდელ თამაშს. რა ვიცი, გენაცვალეთ ყველას. მოკლედ ბიჭები, მეგობრებო, შემინახეთ. კამპანია ყველაფერი თამაშიას ფარგლებში უკვე იმართება ფინალი. ძალიან დაძაბული ორთაბრძოლები და ჩელენჯები ქონდა, როგორც ნახეთ. ჩემი დიდი კომპლიმენტები მეას, ვასას, ძალიან მაგრები არიან, მაგრამ ფინალში ვინც არიან, ხედავთ, მეგობრებო, ცოლქმარი. ცოლქმარი დაეჯახება ერთმანეთს. ნებისმიერ შემთხვევაში ფული მიდის სახში რა, მაგას რა ჯობია. მაშინ ოღონდ რაც არ უნდა იყოს. მე მინდა აქ ცეცხლი, აუცილებლად, მე მინდა ერთმანეთის არ დანდობა. არ იქნება. კობი და MJ ეთამაშებიან ერთმანეთს ჩათვალეთ და მიდის მაგარი თემა. მეხუთე ტური, ფინალი, დამჯდარი ფეხბურთი.
ფინალის გამარჯვებული იქნება ის, ვინც 5 წუთის განმავლობაში ყველაზე მეტ გოლას მოაგროვებს, ან ის, ვინც პირველი შეძლებს 10 გოლის გატანას. ფეხბურთი წესების გარეშე. წავიდა! კარგი ოვაციებით გავამხნევოთ ჩვენი ფინალისტები! მიდი, ხო ვერ იქნება. აიგრე. თულია. ეს არის გახურება არგენტინა ესპანეთამდე 1-0. აუ მოდი გუნდები დავარქვა, შენ გუნდს რა? გერმანია შეიძლება? სისიები. სისიები თამაშება გერმანია. სერიოზული მატჩია. დავიდა სისიები. არ გაკეტავი. ხელი. აისეივი იყო, თეო ისევ აქტიურობს, თეომ დაარტყა. ფრედრო ისევ რაღაცა ესპანეთის ნაკრებს უფრო უნდა იყო ფრედრო. 2-0 იგებს ფრედრო. გერმანიის ნაკრები. ნახო თეო ამოსაკაჩია, კარგად დაურტყი. ავტოგოლი? არა. არა, გადაარჩინა, სეივი იყო. 2-0-ია ჯერჯერობით. არიჩქარო? ესე. დრო ჩართულია? დრო მიდის, გეტყვით როცა ამოიწურება. კინაღამ ფეხებს შორის. შვენიერია, დაძაბული მატჩი მიმდინარეობს. გავიდა, 2-2-ია უკვე. 2 იყო, ხო ზედიზე? არ ვიცი. 2-2, კი. 2-2, აბა. გავავაძრინე. ეს გოლი არ იყო? გავავაძრინე, აქ იყო. ხაზი არ უნდა გადაკვეთო, სააგ, შოია. ხაზი უნდა გადაკვეთო. არ ვიცი. არ იყო? და 3-2. 3-2. კიდე 5-მდეა? არა, დრო არის, ჩართული. დრო. ამიტომ ანგარი შენი 4-2. სულის ნაირად რო ვიტან. 4-2-ია ეს მიდიდა. შიგნით რა კონტია? ოპა, ცოტაც და ხაზ გადაკვით არ არის. არ ჩავთვლით ამას, არ იყო. ხაზი ბოლომდე არ გადასულა. ოპა, 4-3, ყოჩახტეოს. მაგარი დაძაბული თამაშია. 4-3, 5-3. ოვერტაიმი მინდა მე, ოვერტაიმი. დამირთი. 5-3. მაკრატელა მინდა, თეო, მაკრატელა. არა. უნდა აკეთო. მაკრატელა, მაკმანამანის. აბა. ცოტა. ეს ვერ დაინა. 5-3-ია მე მგონი. 6-3. 6-3. თეო, ამოისუნთქე რომ მოგივაბურთი გააჩერე და დაარტყი რომ თან დაისვენო. 7-3-ია. მიდი ხა დრო გავა. აუ დააგზელი ფეხები იმას ვერავინ ვერ იტყვის რომ ცოლს იმას ვერავინ რომ ცოლს პრესტიჟის გოლი არ გაატანინა. არა, პრეს მეოთხე გამიტანა ხა. 7-4-ია. გვაქვს შანსი არ დანებდე 7-5. 7-5. ჩემი კროქსები. არ დანებდე 8-5. 8-5. 8-5. სუდადო ტაქტიკური თამაშია 8-5 ფეხები აქ კიდე უკვე. სუიქი დაგიდა, დამიფარე. აუ დააგრძელი ფეხი და ფეხი გაქვს ზოგადად. ეს 9-5-ია, მეგობრებო, 10-მდე რომელიც ავა გაჩერდება დროზე აღარ იქნება. ანუ ფრედრო თუ ერთ გოლს გამორჩა. 10-5. აბადი. 10-5 და სადამდე მომიქნია ეს ფეხები? თავარია, გაიმარჯვა ოჯახმა. მეტი აპლოდისმენტები კიდე. დიდ ოჯახს. ეგ არის. გილოცავთ, ფრედრო გილოცავთ. თეო და ყველა მონაწილეს ძალიან დიდი მადლობა. ჰანგრიმენების. მადლობა შენ ვასა. მეასაც და ეს ყველაფერია თამაშის ფარგლებში მოგებული თქვენი სამართლიანად ნამდვილად ნაღდად მოგებული 10,000 ლარი, რომელსაც ერთად აწევთ. აბა გილოცავთ. მე და გაკუნა ჩავერთეთ ყველაფერი თამაშიას კამპანიაში. თავიდან ვიღებდით ჩელენჯებს და ეხლა მოვხდით ბათუმში დღეს, იმიტომ რომ არის ყველაფერი თამაშიას ფინალური თამაში. ფინალური ჩელენჯი, კი ბატონო. და რა მოხდა დღეს? და ძალიან საინტერესო იყო, მოკლედ. თავიდან ვიტყვი პირველ ეს ვიდეოები, რაც იყო ჩელენჯები. ყველაფერი თამაშიას ფარგლებში იყო ძალიან საინტერესო. ძალიან. მსოფლიო ჩემპიონატის დროს ხდებოდა ეს ყველაფერი და ფინალურ ჩელენჯზე ბათუმში ჩამოვედით. და მივიღეთ მონაწილეობა უკვე ინფლუენსერებში მიმდინარეობდა ეს თამაში. და გავედით ფინალში, მე და ჩემი მეუღლე თეონა. და გაიმარჯვა კაკუნა. კი, ვინ აღვნიშნო თამაშის დროს ძალიან კარგი თამაში მეასი და ძალიან კარგი თამაში ვასას fair play. როდესაც სამნი ვიყავი დარჩენილები და მე უკვე ფინალში ვიყავი გადასული და თეონასთან დარჩა კალათბურთში, ძალიან ისე ითამაშა, მოკლედ, არ ვიცი ქართულად როგორ ვთქვა, fair play-ს ვეძახით ეს რაღაცებს, დროს ხდებოდა. ვასამ კალათბურთის ჩელენჯში, რომელიც იყო უკვე ნახევარფინალი, მივხვდი რომ არ ჩადო დიდი ეფორტი ამაში და ცდილობდა რომ ჩემთვის დაეთმო ეს ადგილი და ძალიან დიდი მადლობა ვასასაც რომ
მოვხდი ფინალში. მოკლედ ძალიან კაი ისი ყავა კამპანია თავიდან ბოლომდე. პირველად მივიღე მონაწილეობა სხვა შორის და ძალიან ბედნიერი ვარ, რა ვიცი. კარგია. მადლობა დიდი ყველაფერი თამაშია. და ყველაფერი თამაშია მართლა. კი. ყველაფერი თამაშია